სეზონი გამოაჩენს. ყოველ შემთხვევაში ონიანს აქვს ნდობა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან და ახალგაზრდა დინარე თუ მოვიშველიებთ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეტარებს მერვე შეხვედრას ყველა მატჩი იყო ძირითად შემადგენლად პოგონია მის კარიერაში საქართველოს ნაკრებად დაკარგა კიდეც ბურთი. ხვიაშვილი კარგია, ნადარეიშვილი უკეთებად. კიდევ ლევან გეგეჭკორის აღნიშვნა შეგვიძლია, მოკლედ ონიანმა ჭავჭანიძე, მალადა, კოცირიძე, შემდეგ დაიშალნენ, ჩაწოდება საჯარიმოში ანება და მის ნაცვლად ლადო უდიშვილი შემოვიდა მოედანზე, ხოლო ნადარეიშვილი კარგი აქვს ჩაჭრა. კიდევ ერთი ჩაწოდება, ნადარეიშვილი კარგია და ზოგადად გია ნადარეიშვილის შვენიერი შეხვედრა ირდება. იმატებს ტემპერატურა მოედანზე. ხარებაშვილი. ნადარეიშვილი. ცინცაძე. მოახერხა და მოასწრობა ის გაკეთება ნადარეიშვილი. კპოზო თუ კოცირიძე. მით კარგად უნდა გამოჩნდეს რა და როგორ. ნადარეიშვილის მაღალი ჩაკიდება საჯარიმო მოედნის ნაცვლად. აი ესეთია შეცვლების არ იყო ზუსტი. ამასობაში გეტყვით რომ შემდეგი ტურის მატჩები რიას უმასპინძლებს, ხოლო თელავი წყალტუბოში გქონდა ამ მატჩის გმირი გამხდარი იყო ამ ყველაფრის შანსი, მაგრამ ხდება ზურაბ ჭავჭანიძე თუ ეს შეხვედრა ასე დასრულდა. შეიძლება ახალგაზრდა დევდარიანის სვლა. ნადარეიშვილი ძალიან კარგი შეხვედრა აქვს გია ნადარეიშვილს, რომ ბურთი თამაში დაეტოვებინა, მაგრამ ეს ბურთი გააგრელების ხელში აღმოჩნდა. ხარებაშვილი. ნადარეიშვილი. გაგნიძე ჩაუჭრეს ეს გადაცემა, მაგრამ რა ვარ ნადარეიშვილის შესრულებით.